უცებ გეტყვით, ეს არის შედარებით ახალი სისტემა. მუშაობის პრინციპი ესეთია, თითქოს გამანაწილებელი ელემენტები არის დამონტაჟებული პლინტუსების ადგილზე ან ჩაშენებული არის პლინტუსებში. არის ორი ტიპის წყლის გათბობით და ელექტროგათბობით. სიმართლე რო გითხრათ, ჯერჯერობით არც ერთი შემსდამკვეთს ეს არ გამოუყენებია. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის სიახლე. აქვს ამას თავის პლუსები და მინუსები, რა თქმა უნდა. შეეხება პლუსებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ეს არის ესთეტიკა. იატაკქვეშა გათბობასავით არ იკავებს ადგილს. ის ეკონომიური, მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე და როგორც იატაკქვეშა გათბობა, ოთახებს ათბობს თანაბრად. ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პლუსი, კედლის ტენიანობას უშლის ხელს, ობს და ასე შემდეგ. მინუსებს რაც შეეხება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ეს არის ღირებულება. მეტაპზე ეს არის სიახლე და ფასით შესაბამისი აქვს. ასევე შეიძლება მინუსი ჩაითვალოს ინერტულობა, დიდი დრო ჭირდება რომ ოთახი გაათბოს. მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს პლინტუსების გათბობაზე. მოვალში თუ კი მექნება შეხება, უცებად გაგიზიარებთ დამატებით ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით. რაც მთავარი არ უნდა დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. მსგავსი კითხვები კიდევ თუ რაიმე გექნებათ ინტერიერის დიზაინთან ან რემონტთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და შევეცდები მომწურავად თუ არა, მოკლედ მაინც გაგცეთ პასუხი. დროებით.